მოგესალმებით, მომავალი ტივის ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა კომპასი და მისი წამყვანი ალექსანდრა ლატარია გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც ჩაკვირდიწიან გადაცემაში, ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე. ჩვენ სტუმრად ყავს საინტერესო ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ტურისტული სააგენტო, თუმცა მისი საქმიანობის სფერო ტურისტების შემოყვანა საქართველოს გასაცდომად უცხოეთიდან. თვითონ ის მოგზაურობს მსოფლიოს მასშტაბით და თუ რატომ აირჩია მან კონკრეტულად ეს კუნძული სამოგზაურო და რაც მოგვითხრობს ამ კუნძულის შესახებ, რატო არის ის განსაკუთრებული ადგილი, მასთან ერთად გამიხილოთ ეს საკითხი მარიამ შიჩუა. დიდი მადლობა პირველ რიგში ჩვენთან მოგზაურებისთვის და დაგვიწევთ თქვენი ძირფასი დრა. მაშინ დავიწყოთ, მე ცოტა რაღაცა ცნობები მოვაგროვე სანტორინიზე, წავიკითხო რაღაცები, რომ არამერის ცოტა უცნაური სახელები ქონდეთ და მაგითო. 1628 წლებში მთელი რიგი წყალქვეშა ვულკანური ამოფრქვევებისგან წარმოიქმნა ეს კუნძული სანტორინი და ის შედგება 3 თვალის მომჭრელი პატარა კუნძულებისგან. ბერძნული ენის მცოდნებმა მაპატიონ თუ არასწორად კითხულობ კუნძულებს, ეს არის თირა, ტერასია და ასპრონისი, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან ამ კუნძულ სანტორინის, რომ და აძლევენ მას ნამგლის ფორმას. ეს არის კამკამას ზღვაში აღმართული კლდეები, თეთრი ქათქათა სახლები და ლურჯი სახურავები, დაფარული ლამაზი ეკლესიები, ქუჩები და დარაბები. მოკლედ ასე პირველი შეკითხვა. რატომ გადაწყვიტეთ კუნძულ სანტორინის დასვენება? მე როგორც ვიცი, თქვენ ბევრ ადგილას მოგზაურობთ, ან იყავით ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ასევე იყავით აზიაში, თუმცა რატომ მაინც სანტორინი და როდის გადაწყვიტეთ, ანუ რას დაუკავშირეთ? ანუ კი გეთანხმებით, ნამდვილად ბევრ განუყოფილ ვარ, თუმცა აღნიშნავ, რომ სანტორინზე წასვლა ყველაზე მეტად მინდოდა, იმიტომ რომ ანუ როდესაც პირველად ნახე ეს ულამაზესი ადგილი, ანუ ფოტოებზე, მაშინ გამიჩნდა იქ მოგზაურობის სურვილი, შეუძლებელია არ მოგეწონოს კლდეზე შეფენილი ულამაზესი თეთრი ქვის სახლები და ანუ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა იქ წასვლა და ანუ ერთხელაც მე და ჩებაბა გადავწყვეტეთ, რომ დაგვესვენა სანტორინიზე. ერთადერთი რაც ჩემზე აღნიშნა არის ის, რომ ის შემთხვევა, როდესაც მოლოდინი მთლიანად გაგიმართლდება და ის ზუსტად იმას ხედავ, რისი მოლოდინიც გქონდა და რაც ფოტოებზე ჩანს. ანუ ნამდვილად ის არის. ანუ მე ფოტოებიდან ვიცი, ანუ დამხობი არ ვარ საუცხო და ნამდვილად ის არის, რასაც ხედავ ფოტოებში. ხო, ანუ ლამაზი ქუჩები, არაფერი დამუშავებული, მეტი არ არის. მეტი, ანუ ყველაფერი ზუსტად ის არის, რაც რისი მოლოდინიც გაქვს. ჩვენს მსმენელს ალბათ აუცილებლად დაინტერესებს, რა გზებით უნდა მოხვდეს აქაური ქართველი ტურისტი სანტორინში. ანუ თქვენ რა გზები გაიარეთ, ანუ საიდან, ანუ ეს არის საბერძნეთი ვიცით, მაგრამ ანუ როგორ ჯობია წასვლა, რომ ანუ გაანდოთ თქვენი? ანუ შეგიძლიათ ჩვეულებრივ ტურისტული კომპანიის მომსახურებითაც ისარგებლოთ, ჩვენ მთლიანად ჩვენთან დავგეგმეთ ტური, ბილეთს ანუ შეგიძლია გადახვიდეთ თურქეთიდანაც, ათენიდან, სალონიკიდან. ჩვენ ჩავფრინდით ჯერ ათენში, ერთი დღე ვიყავით ათენში და შემდეგ უკვე წავედით სანტორინიზე. შეგიძლია გადაფრინდე, შეგიძლიათ წახვიდე გემითაც. გემით მოგზაურობა დაახლოებით 5 საათი არის და თუ გადაფრინდები 9 საათში უკვე სანტორინიზე. გასაგებია, ანუ მე ინტერნეტში წავიკითხე, ანუ ინფორმაცია მოვიძიე იქიდან, ბევრი ძახის რომ გემით წასვლა უფრო საინტერესო არის, თვალსაჩინო რომ ძალიან ამას ანახავებას ნახავ გზადაც. ნამდვილად ესეა, ანუ უამრავი ზღვაში ამართული კლდეები, პატარ-პატარა კუნძულები შეგხვდებათ და ანუ ნამდვილად არ მოიწყეთ პატარა ექსკურსიასავით გეკნებათ გზადაც. ანუ ჯობია გემით გადავიდეთ. გასაგებია. ვიზაც რაც შეეხება ეს პროცედურებიც ალბათ დაინტერესებთ, ანუ არ არის რთული ასაღები, მე როგორც ვიცი. რთული ასაღები არ არის, მთავარი საფრთხე რაც არის მოთხოვნილი გქონდეს ყველაფერი წესრიგში, გჭირდება სასტუმროს ჯავშანი, ცნობის სამსახურიდან, ანუ პროცედურაც გასავლელი არის ყველგან. ხო, ჩვეულებრივ საბერძნეთი მე მგონი უფრო წყალობს, ანუ სხვა ერთადერთი თადარიკი უნდა დაიჭიროთ, რომ დავუშვათ 1-2 თვით ადრე საფოლისოებში განსაკუთრებით ვიზაზე წინასწარ ჩაეწეროთ, იმიტომ რომ ძალიან გადასებული არის ხოლმე. ხო, რაღაც ისე ახალი მიმართულება ამ ბოლო წლებში სანტორინი, ანუ მახსოვს, რომ უფრო ადრე იმდან არ იყო მოთხოვნა და ესე ქართველებიც არ დადიოდნენ. სხვა ქართველებიც ძალიან ბევრი შეგვიძლია.
მოხდა. ანუ ეს ინტენსივობით არ დადიან. თქვენი ასე ანუ საფრთხილი გასაგები, მაგრამ უფრო კონკრეტულად მაინც დაინტერესებს ჩვენს მაყურებელს, რომელი პერიოდებია ყველაზე კარგი სამოგზაუროთ, ანუ უფრო კომფორტული როდის არის? ანუ სანტორიზე ზოგადად წელიწადის განმავლობაში 300 დღე არის მზე და კარგი ამინდი. 2 თვეა მხოლოდ იანვარი, თებერვალი, როდესაც ცოტა წვიმა და ქარიანი ამინდებია, თორემ ანუ ზაფხულის სეზონიდან, ანუ გაზაფხულიდან იწყება უკვე სეზონები. გაზაფხული ითვლება ანუ ერთ-ერთი ძალიან კარგი სეზონი, იმიტომ რომ ამინდები არის ფანტასტიკური და ანუ სცენარები ყოველფერ ყვავილობას იწყებს და არის ძალიან ლამაზი. ზაფხულში ანუ აგვისტო არის ძალიან ცხელი და ანუ ჩემი აზრით ივლისი, სექტემბერი ბევრად უფრო კარგი დროა ვიდრე აგვისტო დასვენებისთვის. ხო, ანუ როგორც ძირითადად ხდება აგვისტო მაინც ბევრად ცხელია თითქმის ყველგან. ანუ ეხლა კი ვისაუბროთ ტრადიციულ კერძებზე, ანუ მე მოვიწია რამდენიმე კერძი ინტერნეტში და თუ სწორად გამოვთქვამ, ისე მომიტევონ ბერძნულიანის ცოდნება, ანუ მუსაკა, ეს არის კერძი, შემწვარი ბადრიჯანი, ხორცი, ტომატი და თეთრი соуსი ერთად. კი, და უგემრიელესია. მუსაკა არის ან ერთ-ერთი პირველი კერძი, რასაც გირჩევენ ქრისტიანებში, რომ შევდიოდით ხოლმე, ვეკითხებოდეთ, რას გირჩევთ, რამ ბერძნული სამზარეულო, პირველს ყოველთვის მუსაკას გირჩევენ. გასაგები, ანუ მეორე სტიფადო, ეს არის ხორცი მოთუშული ხავთან ერთად ღვინოში. კი. ესეც თუმცა მან ხალხი არ მიყვარს და ეს არ გამისინჯავს. ასომს არ გასინჯავთ. მომდენო კერძი, ეს არის საგანაკი, ნახევრად რბილი ყველი შემწვარი. შემწვარი ყველი კი და სხვა შორის უგემრიელესია. ესეც უგემრიელესია. შემწვარი ყველი ზეითუნის ზეთით. ზეითუნის ზეთით თავად იქნება, მეტრო საბერძნეთია რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი იყო სპეცოფაი თუ არ ვცდები, ეს არის მოთუშული სოსისი წიწაკასთან და პომიდორთან ერთად. ეს ამ ცხოვრ არ გამისინჯავს. ანუ მე ეს ინტერნეტიდან ამოვკრიბო, რაც კი რამე ვნახე ისეთი ცნობილი კერძები, ბერძნული სალათა, რომელიც ჩვენთანაც კი ბერძნული სალათა კი. რომელიც ჩვენთანაც კი ცნობილია. ანუ სანტორინის გარდა, ანუ ჩვენ კი გვაქვს დღეს თემა, კუნძულები და სანტორინი. ანუ თქვენ ვიცით, რომ საბერძნეთში სხვა ადგილებში ხართ ნამყოფი, ანუ სხვა ადგილები ღირსშესანიშნავი მოგივლიათ, ანუ რას ურჩევთ კი და რის ნახვა არის შესაძლებელი და რომელი ადგილები არის საინტერესო სამოგზაუროდ? ანუ საბერძნეთის თითქმის ყველა კუნძული არის ულამაზესია. ვიყავი ნახევარკუნძულ პარგაზე და კორფუზე ამ მოგზაურობის დროს. პარგაც არის ძალიან საყვარელი კუნძულია, პატარა, შეგიძლია ფეხით 15 წუთში მოიარო, არ არის ტურისტულად ცნობილი ადგილი. და ანუ უფრო 7 დასვენება თუ გინდა, ძალიან კარგი ადგილი არის ირგვლივ სულ ანუ მწვანეში ჩაფული, წინ ულამაზესი მწვანე ფერის ზღვა და ანუ ეს კლდეზე შეფენილი სახლები იქაც უბრალოდ ჭრელი, ანუ ეს თეთრ ლურჯში არა, ჭრელ ფერში. ხო, სანტორინის რაღაც თეთრ ლურჯში კი. ანუ კორფუც უფრო დიდი კუნძულია, ანუ ულამაზესი ადგილები აქვს, უნდა იცოდე და კონკრეტულად იმ ადგილებში უნდა იარე, როგორც ესეთი თვითონ ქალაქში, ქუჩებში დიდად აღფრთოვანებული არ დარჩებით. ანუ გამოვარჩევ კიდევ მიკონოს, ესეც დაახლოებით სანტორინის ტიპის კუნძულია, უბრალოდ აქ უფრო ანუ ღამის ცხოვრება, კლუბები და უფრო აქტიური. ანუ ახალგაზრდებისთვის უფრო ახალგაზრდებისთვის კი. და ანუ ზოგადად არის თითქმის ყველა კუნძული ულამაზესია, თითქმის ყველგან არის დაცული ეს ფერები, სახლები, ანუ ერთნაირად არის შეღებილი, კარებები და ფანჯრები ლურჯად, დანარჩენი თეთრად და ანუ ძალიან ჰარმონიული განწყობას უფევს ყველგან. და ანუ კიდე მე როგორც ამოვიკითხე, სანტორინის ერთ-ერთი ლამაზი სოფელი ოია ცნობილი. ოია კი, ეს არის ყველაზე ლამაზი სოფელი, სადაც ანუ ეს ლურჯ-გუმბათოვანი ტაძრები, ანუ ოიაზე არის. ყველაზე ძვირადღირებული ადგილიც ოიაზე არის, ანუ სასტუმროებიც ესეთი ყველაზე კარგი ოიაზე არის, ეს აუზები კლდეზე გაშენებულები და ანუ ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები, კაფეები, რესტორნები არის ყველაფერი ოიაზე. გასაგები. ეხლა შეეხება შოპინგს საბერძნეთში. ყოველთვის საინტერესო თემა, ქალებისთვის, ჩვენთვის დედროვითის კესისთვის ძალიან საინტერესო თემა. ანუ როგორი ადგილი, ანუ როგორია ფასების ხრი, როგორ მერყეობს და ანუ სანტორინიზე ძირითადად ანუ ანსაცმელი იმდენად ნაკლებად, ანუ სამკაულების მაღაზიები არის
თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე არის ოქროს სამკაულები, ხელნაკეთი აქსესუარები, ამ ვულკანის ლავისგან დამზადებული ქვებით გაწყობილი სამკაულები და ანუ ძირითადად ძალიან ძვირადღირებული სამკაულების მაღაზიების ბუტიკები არის ძალიან ბევრი. გასაგებია. კარგი, ჩვენ ახლა რეკლამაზე გავდივართ და დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ჩვენ სრულიად ახალი თემით ჩამოვგიერთდებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ თემას ისევ სანტორინიზე. მოდით ვისაუბროთ ტრადიციულ დღესასწაულებზე, ან როგორი ტრადიციებია საერთოდ კუნძულის მოსახლეობას? ანუ საბერძნეთში ძირითადად რელიგიური ხალხია საკმაოდ და ყოველ ტრადიცია ძირითადად ანუ რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდება. შესაბამისად, ანუ რელიგიურ დღესასწაულებს აღნიშნავენ ყოველთვის რაღაც ფესტივალებით და ანუ საკმაოდ ისე გრანდიოზულად. ყველაზე დიდი დღესასწაული მათთვის არის აღდგომა. როგორც ჩვენთან კი. თუმცა ანუ ევროპისგან განსხვავებით შობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაული მათთვის არის აღდგომა. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მაგალითად ისეთი ტრადიცია აქვს, რომ ყველა აუცილებლად იცნობს ძალიან ლამაზად სადღესასწაულოდ და ანუ აღდგომის ღამეს მიდიან ტაძარში. ანუ ღამის 12 საათზე, ანუ როდესაც უკვე ეს აღდგომა თენდება, ტაძარში ანუ შუქი ქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ სიბნელიდან ქრისტეს აღდგომა შემოდის და ანუ სანთელს მოწყარი, ანუ იერუსალიმის ცეცხლიდან ჩამოტანა სანთელს და ანუ ესე ანუ ახალ წელს მაგალითად სანტორინიზე ყველში დებენ რაღაც მონეტას ან ასანთის ღერს და ანუ ვისაც ეს შეხვდება, ნიშნავს რომ ბედნიერი წელი ექნება. სხვა შორის გარდა იმისა, რომ ანუ საკმაოდ რელიგიურები არიან ძალიან სრულმორწმუნეები. ხო, რაღაც გასაკურია ხო მართლმადიდებლები არიან სრულწმუნეები. მაგალითად, ყველგან სადაც ამდა შეხვდა დაინახა ლურჯთილისმას მაღაზიებში, რესტორნებში, სამთავრობო უწყობებშიც კი, ანუ ყველგან არის ეს ლურჯთილისმა, და სწამთ რომ ეს თილისმა მათ ავითვალისგან იცავთ. კიდევ ანუ მაგალითად საკუთარ დაბადების დღეზე უფრო მნიშვნელოვანი მათთვის არის იმ წმინდანის ხსენების დღე, ვის სახელსაც ატარებენ. და ანუ ყოველთვის აღნიშნავენ ამ წმინდანის ხსენების დღეს, ჩვეულებრივ როგორც დაბადების დღეს ხვდები, სტუმრებს ებატიჟებიან, საჩუქრები მოაქვთ და ანუ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე საკუთარ დაბადების. ნუ უფრო მომგებიანი ის ორი დაბადების დღე გამოგდის. ფაქტობრივად წმინდანის დღეც გამოგდის და შენ დაბადების დღეც გამოგდის. კარგი, ეცად შეეხება ტრადიციებს, ანუ როგორი ფასებია ჩვენთან შედარებით ამ სამოგზაურო? ფასები ანუ არის ძალიან ძვირიანიც და არის ჩვეულებრივ მოკვდავების დასასრულად ხელმისაწვდომია. მაგალითად სასტუმრო ოიაზე თუ რაღაც $1000 ღირს ერთი ღამე შეგიძლიათ ჩვეულებრივად 30 ევროდაც ნახოთ ჩვეულებრივი ანუ საკმაოდ სუფთა სასტუმრო თავისი აუზით 4 ვარსკვლავიანი უბრალოდ ცენტრისგან ცოტა მოშორებით. თუმცა კუნძულიდან ძალიან პატარა 9 საათი წუთში მანქანით მთლიანად მოევლი, ამიტომ ეს პრობლემას არ ქმნის. გასაგებია. ან მთლიანად ახლა მოდით ფინანსურ საკითხად შევეხოთ და ყველასთვის საინტერესო იქნება თუ დაგეგმეს იქ მოგზაურობა, ანუ მაინც მაქსიმუმ რამდენად დასჭირდეთ, რომ ესე ნორმალურად დაისვან, ალბათ ერთი კვირა, ანუ ფრენიან ყველაფრიან დაახლოებით ფასები რომ გითხრათ რაც ან რა გვირჩიოთ უკეთესი გზა რომ მინიმალურ ფასში ნორმალურად გამოვიდეს ჩვენი მოგზაური. ეს მათ შორის ქუთაისის აეროპორტიდან სალონიკში ფრენები არის ძალიან იაფად შესაძლებელი 20 ევროდან იწყება ბილეთის ფასები. და ანუ სალონიკიდან შეგიძლიათ გემით გადასვლა სანტორინში, ასევე არ ჩდება ძვირი, კი ანუ დაახლოებით ისიც 20 евро ერთი ადამიანი. და ანუ თუ სასტუმროსაც ცენტრისგან ცოტა მოშორებით ავიღებთ, საკმაოდ იაფად დაახლოებით არ ვიცი 300 евро ერთი ადამიანისთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება ერთი კვირა რომ დაისვენოს სანტორინიზე. ან ბალისთან და მალგანთან შედარებით და სეიშლის კუნძულებთან შედარებით რაღაც ნორმალური თამისაწვდომი ფასები. ანუ კიდე სანახაობები რომ ისეთი იყო რაც თქვენ შთამბეჭდავი იყო და სანახაობები და გამოსავდა.
ანუ არის არქეოლოგიური მუზეუმები არის საკმაოდ საინტერესო, ანუ როგორც ეს წელში აღნიშნეთ, ვულკანური ამბქოვის შედეგად არის ეს კუნძული წარმოქმნილი და ანუ არის ეს უძველესი ქალაქის ნანგრევები, არის უძველესი სკულპტურები, ოქროს ქანდაკებები, ან საკმაოდ საინტერესო არის და ასევე არის სამი სხვადასხვა ფერის პლაჟი, ეძახიან წითელს, თეთრს და შავს. და ანუ რაც მესიშავს რომ შავ პლაჟში შავი ქვიშა არის, წითელზე წითელი ქვიშა და ანუ თეთრზე თეთრი შეფერილობა აქვს ქვიშას. ანუ ესეც ვულკანური ქანების ანუ არის მართლა ესე დაყოფა კი, ქვიშას და ანუ უკან არის კლდეები და კლდესაც ანალოგიურად ფერი აქვს სხვადასხვა საკმაოდ საინტერესო. სანახავებს რაც შეეხება, ანუ კიდევ ბუნება დიდად არ არის, იმიტომ რომ ანუ კლდეზე ნაშენი ქალაქი არის, ბუნება როგორც გას ხეები, ტყეები, არაფერი, არის ყვავილები ყველგან, ანუ მთელი კუნძული დაფარულია ეს წითელი ესენსფერი ფერის ყვავილებით და მცენარეები, ნუ ძირითადად ყვავილები. გასაგები. კარგი, მე მგონი ამოვწურეთ ეს თემა. ძალიან დიდი მადლობა, დრო დაგვითმეთ. პირიქით თქვენ მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. და ვიმედოვნებ კიდევ ერთხელ გვესტუმრებით, ახლა უკვე სხვა რაღაც ახალი თემით, სხვა სიახლეებით. ჩვენი სტუმარი იყო მარიამ ჩიჩუა. და ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, მომავალ კვირას კი შემოგიერთებით ისევ შორეული აღმოსავლეთი და ამჯერად ჩვენი თემა იქნება ყველაზე ლამაზი, ალბათ ყველაზე განვითარებული, ერთ-ერთი ალბათ პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა იაპონია. დაგველოდეთ მომდევნო კვირამდე გემშვიდობებით.
მოგესალმებით.